მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. რამდენიმე დღის წინ გახდით, გუშინ ჩამოვედი რუსეთიდან, გახდით სტავროპოლში, ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტის მიწვევით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი უნივერსიტეტი კავკასიაში, სადაც 40,000-მდე სტუდენტი სწავლობს, მათ შორის ქართველებიც არიან სხვათა შორის, მცირე რაოდენობით. და ამ უნივერსიტეტის მუშაობასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება გადაცემა კვირას რუსულენოვან გადაცემაში და თქვენ თვითონ დაინახავთ, რომ რა დიდი სხვაობაა ჩვენს სწავლის დონესა და რუსეთში განათლებას შორის. აი მართლაც გულით შემძრა და სულით შეძრული ვარ, იმითი რომ კეთილი შურის შურს როგორი პატიოსანი, როგორი წესიერი ახალგაზრდობა ყავს რუსეთში. პირველი მეორე კურსის სტუდენტს ვერ გააჩერებ იქ ღონისძიებაზე, რომ რაღაც წესრიგი დაიცვას, რაღაცა ისე იდგეს, რაღაცნაირად მოეხმაროს ღონისძიებაში. აქ ჩვენთან ეხლა ბოდიში და უნდა დაიხატოს ღვთისმშობელი, რომ თავს იკლავს იმის ნახატი და ამას სტუდენტებს რეაქცია არ უნდა ქონდეს. სტუდენტები ილიას უნივერსიტეტის უნდა მიუვარდნენ ვიღაცას, შეურაცხყოფა მიაყენონ და ასევე იძახონ, რომ ჩვენ თურმე გეი თაობა ვართ და ჩვენ ჯენზი თაობა გვაქვს. მე გაკვირვებული ვარ. მე მინდა რომ ჩვენ გვყავდეს პატიოსანი, განათლებული თაობა. და არ მინდა გვყავდეს ისეთი უზრდელი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც რუსთაველზე დახტიან ალქაჯებივით იქცევიან. და განათლების მიღება წარმოუდგენიათ ამათ რუსთაველზე ყვირილად და წივილად. და გონიათ რომ LGBT არის მომავალი ქვეყნისა. მე კიდევ კარგი რომ ჩვენი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ასეთი არ არის, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი რომ დაღუპეს, ეს არის ფაქტი. ეს არის ფაქტი, ამას ვერავინ ვერ გავექცევით და ამაში ყველაფერში დამნაშავეა საქართველოს განათლების სამინისტრო, რომელიც არაფრით დიდებით არ ცვლის გეს და კლავაც ამ დასავლეთზე ვართ ორიენტირებული ჩვენ. უნდა გითხრათ, რომ აი ამ კონფერენცია, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ უნივერსიტეტის ეგიდით ჩატარდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. აქ იყო შესაბამისად წარმოდგენილი ხელმძღვანელობა უნივერსიტეტისა, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები იყვნენ, მაგალითად ნაციონალურ საკითხებში, თქვენ ხედავთ, კოლხიდოვი არის წარმოშობით ქართველი, რომელსაც უკავია მინისტრის პორტფელი აქვს მას ჩაბარებული სტავროპოლში და ესე იგი, მე არ ვიცი, ეს ადამიანები არიან ნამდვილად გმირები, ვინც აქ სწავლა განათლებას უძღვება ამ რეგიონში და სხვათა შორის ქართველები სწავლობენ აქ, მაგრამ კარგი იქნება თუ უფრო მეტი გააგრძელებს და სხვათა შორის გამოითქვა სურვილი, რომ იყოს იმ კვოტებში მოქცეული ეს უნივერსიტეტი, რომლითაც ჩვენ საშუალება გვექნება უკვე რომ ბავშვები გავუშვათ იქ უფასოდ, იმიტომ რომ კარგად იცით რომ სწავლა განათლების მიღება რუსეთში არის უფასო ქართველი სტუდენტებისათვის, ოღონდ რაღაც შეზღუდული რაოდენობით. მე ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით გადაცემას მოვამზადე, რომელსაც კვირას ნახავთ თქვენ, მიხვდებით თქვენ რა უნივერსიტეტზეა საუბარი და სიმართლე რომ გითხრათ, რუსეთში რომ მივდიოდი, ფეხები უკან მრჩებოდა და რაღაცნაირად ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილი ვიყავ იმითი რომ როგორ შეურაცხყოფა მიაყენეს ამ დროშას და რა რეაქცია ჰქონდათ რუსეთს ამაზე არ ვიცოდი და სიმართლე გითხრა ყველა გაგებით შეხვდა არავითარი ამაზე რეაგირება არ ქონიათ ჩემი ვიზიტის ყოველ პირიქით ძალიან თბილად მიგვიღეს და ამაზე საერთოდ კრიტიკაც არავის არ დაუძრავს რომ ამ დროშასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყველა კარგად ხდება რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, რომ დასავლეთის უღელქვეშ გმინავს საქართველო. დიახ, გმინავს, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ იმ მოღალატეების სათანადოდ დასჯას,
ჩვენ ვერ ვახერხებთ სრულ განთავისუფლებას და ამქიდან გამომდინარე აი ეს არის ყველაფერი თვალში საცემი. მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ თუ გვინდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენ უნდა ავზარდოთ ისეთი თაობა, რომელიც საქართველოს მოუტანს ნამდვილ რეალურ თავისუფლებას და იქნება ამ თავისუფლების დამცველიც, იმიტომ რომ დღეს ჩვენ თავისუფლები ვართ თითქოს, მაგრამ არანაირი თავისუფლება ეს არ არის. ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ჩაკეტილი სივრცე, რომელსაც დაპატრონებულია ეს დასავლეთის ბატონები, რომლებსაც არ უნდათ ჩვენი ქვეყნის განთავისუფლებას დაუდონ საფუძველი. არ უნდათ მეგობრებო. მე მეწოდება ჩვენი ახალგაზრდობა. მეწოდება ახალგაზრდობა, რომლებსაც საშუალება არ აქვთ რომ ისწავლონ. დღეს მიდის ბულინგი იმაზე, რომ აი როგორმე ჩვენ არ გადავდგათ რუსეთთან ნაბიჯები. აი ახლა შეიძლება ქვეყანა ტერიტორიის დაბრუნება უნდადეს და იმ ქვეყანას რომელსაც აქვს ეს ტერიტორიები, იმას არ დაელაპარაკოს. შეიძლება ესეთი რაღაცა მეგობრებო. აი გაუგებარია მე, აი გაოგნებული ვარ იმითი რომ ქართველებს ძალიან დიდ პატივს ვცემენ, გვეუბნებიან არაერთ პლატფორმაზე რომ მოდით ჩვენ დაგეხმარებით ამ ოსებთან და აფხაზებთან დიალოგში. ჩვენ გინდა არ გინდა მაინც არ აქვს. ჩვენ პირიქით დროშებს ვწავ, შეურაცხყოფას ვაყენებთ რუსეთს და მე გონია რომ ამის მერე რუსეთი რაღაცას დაგვიბრუნებს. არ ვიცი, ძალიან მძიმე სიტუაციაა და დღეს მე მინდა რომ აი ამ მოვლენებიდან გამომდინარე ჩვენ ამ საკითხებზე გადავწყვიტეთ, ჩვენ გადაცემაში მოვიწვიოთ სტუმარი სოლიდარობა მშვიდობისათვის ლიდერი ბატონი მამუკა ფიფია. მოგესალმებით ბატონო მამუკა. მოგესალმებით, გამარჯობათ. ბატონო მამუკა, მე მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ თქვენ იმისათვის, რომ აი ის სირცხვილი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა ზოგიერთი ნაძირალას ქმედების გამო, ფაქტობრივად რაღაცნაირად მოხდა მაგის კომპენსირება, იმითი რომ აი ჩვენ ვნახეთ აი ეს ღამის მგლების მიერ ჩადენილი აი ესეთი პატრიოტული ჟესტი, როდესაც მათ საქართველოსა და რუსეთის დროშით მოახდინეს იქ მსვლელობა. და რითაც კიდევ ერთხელ დაანახეს ჩვენს ქვეყანას, რომ თუ კი აქ ვიღაცები დროშას შეურაცხყოფენ, რუსეთში საქართველოს დროშას პატივს მიაგებენ და მართლაც ეს თქვენი და მე ვიცი რომ დიდი წვლილი გაქვთ თქვენ ყველაფერ ამაში და აი ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა რომ მადლობა გითხრათ და იქნება ამაზეც გვიამბოთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გამარჯობათ. დიახ, ალექსანდრ ზოლდასტანოვი ხირურგი ძალიან ვაჟკაცი ადამიანი ბრძანდებათ ყველაფერში. სადღაც ერთი დღის მერე როცა მოხდა ეს ამბავი საზარელი ამბავი თბილისში, ალექსანდრე თავის რესურსებში, მაგათ აქვს ბევრი რესურსები, რაღაც ტელეგრამ არხები, კიდევ YouTube არხები, რაღაც რესურსებზე თვითონ დადო ის ვიდეო, სადაც მე ვიყავი მაგათთან სტუმრად, როცა სეზონის გახსნა იყო, თუ გახსოვთ. კი, მე მაგამართება რუსული დროშა, მე ვაჩუქე ქართული დროშა. კი, ვანახეთ. აი ეს ვიდეო დადო და იქ წერს, რომ არავითარი ნაძირალა ცალკეული, ვინც არ უნდა იყოს, არ გააფუჭებს ქართულ-რუსულ ურთიერთობას და ჩვენ ძმობას და მეგობრობას. აი ეს დადო თვითონ. ამის მერე მე ურეკავ, რა თქმა უნდა, ვეუბნები მადლობა. საშა ძალიან ისე გამიხარდა რა, კაცმა თვითონ გააკეთა ეს თვითონ, მე არ მithოვია, რა თქმა უნდა. ამის მერე მეუბნება, მოდი 31-ში
უნდა კლუბის დაბადების დღე აღნიშნოთ. როცა მივედი, მეუბნება გამიყვანა და მეუბნება თუ შეიძლებაო უნდა დავიწყოთ ერთად მოტოციკლეტებით ცდილობაო. მეუთხარი არ არის პრობლემა, დავიწყოთ. ამასობაში მეც ხელსარიელი არ მივსულ ვარ, კლუბის დაბადების დღე იყო, ვაჩუქე ხატი წმინდა გაბრიელის. Я рад тебя видеть. Ты настоящий брат. И то, что ты делаешь, и то, что ты говоришь, это прям идет от сердца. Это невозможно сыграть. Мы это видим, мы это ценим. В Грузии оценили твою поддержку, брат. Мы ждем тебя в Грузии по-настоящему. А сегодня я дарю тебе икону грузинского святого, преподобного Гавриила. Я знаю, у тебя есть здесь маленький Келия. И я хочу, чтобы он оберегал тебя и оберегал клуб. И всех бойцов, которые здесь находятся, и которые еще придут. И еще прибавится целая армия. Надеюсь, в самое ближайшее время из Грузии. С уважением, брат. Спасибо. Очень трогательно, очень душевно. Вот это возьми, пожалуйста. И можно я положу сейчас кофра его? Да. Да, проеду с ним дороги, хорошо? Да. Вот оно, пророческие слова или второго сбывается сейчас. Божья мельница мелит медленно. Да, вот Бог на нашей стороне. Да, правда. Спасибо. Спасибо всем. Спасибо всем. Мы ждем тебя 17 числа. Как ты сказал, 17 Да, конечно, конечно. 17-го. Там еще будет как раз... წინ გაუძეხით ამ დიდ კოლონას, უზარმაზარი კოლონა იყო იქ Набора до первого. Рома сказал. Я там იყო ძალიან სერიოზულად ორგანიზებული, გადაკეტილი იყო მთელი ქალაქი და გამორთული იყო ინტერნეტიც, რომ რამე პროვოკაცია არ მოხდენილიყო იქ საერთოდ რაიონში, საერთოდ არ იყო ინტერნეტი და მობილური არ მუშაობდა, რომ რამე უკრაინელებს რამე პროვოკაცია რო არ მოეხდინათ. ნუ აი ასეთ რაღაცებში ჩვენ ხედავთ რუსული მხრიდან ძალიან ძალიან კარგი გულით არიან ჩვენ მიმართ, ამიტომ ჩვენ უნდა განცხადების დონეზე ყველა ვისაც მიუძდება იმას მას მედიაზე ხელი, რაღაცა უნდა ვთქვათ ისეთი რუსების მიმართ, რომ რუსები იყვნენ ამით კმაყოფილი. იმიტომ ისეთი რაღაცა მოხდა თბილისში, მიუღებელია, ნამდვილად მიუღებელია. გასაგებ ჩვენ მაგაზე ვილაპარაკეთ პრინციპით და რა მაინტერესებს, აი რაღაც თქვენ მე როგორც გავიგე ინფორმაცია არის, რომ ეს ღამის გლები აპირებენ ფილიალის გახსნას საქართველოში და ასევე რაღაც გარკვეული მსვლელობაც იგეგმება თუ არ ვწდები და იქნება მაგაზე გითხრათ რაღაც 2-20 სიტყვა. დიახ, თვითონ ხირურგმა დაწერა იმ დღეს, რომ ელიან საქართველოსთან დელეგაციას და იქნება ლაპარაკი ფილიალის გახსნაზე.
ვისაუბრებთ, ნახავთ, რისი გაკეთება შეიძლება და ალბათ თბილისში რატომ არ უნდა იყოს? თბილისში არიან ნამდვილი ვაჟკაცები, ბაიკერები და მე მგონი იქნებიან მოხარული თუ იქ ჩავა მოსკოვის კლუბი, ბაიკერების კლუბი, ღამის გლები და იქნება ფილიალი. რატომაც არა, მე მგონი ეს ძალიან კარგი იქნება იმ ვაჟკაცების, ნამდვილი ვაჟკაცების, რომელიც არიან საქართველოში. გასაგები. მაინტერესებს ასევე აი თვითონ თქვენ ეს ფაქტი შეაფასოთ, ეს ევროპის საბჭოს ეგიდით ჩატარდა ეგ ფესტივალი თბილისი ოფენი არის, სადაც მოხდა ეგ შემზარავი ფაქტი, როდესაც რუსულ დროშას მიაყენეს შეურაცხყოფა. და ეს ფაქტობრივად აი ამ ნაძირალა გეწაძემ კი არ მიაყენა ევროპის საბჭომ და ევროპა მიაყენა შეურაცხყოფა რუსეთს. და მან ეხა მე პრინციპში ეხა გუშინ დავბრუნდი რუსეთიდან, ვიყავი სტავროპოლში კონფერენციაზე და ეხა მე ნამდვილად არ მიგძვნია რომ იქ რაღაცა ამაზე რაღაცა მსვლელობა მისცეს და რუსები გაგებით მოეკიდებიან, მე დავინახე ეს ყველაფერი, მაგრამ აი მან მოსკოვში რა ხდება აი თვითონ პოლიტიკურ წრეებში, რამდენად აი ხა ზახაროვამ განცხადება გააკეთა პრინციპში და აი როგორი რამე ხო არ შეიცვლება მაგ ფაქტის შემდგომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. და თვითონ მე კომენტარებიც არ იყო აქ ისეთი შესაბამისი, რომ ბევრმა ჩვენ ველოდებოდით, რომ ხელისუფლებიდან იქნებოდა დაგმობა ან დასჯა ამ კაცის ადმინისტრაციული წესით მაინც და არ ყოფილა და აი ამ ყველაფერმა რამე ხო არ შეიძლება შეცვალოს დამოკიდებულება ჩვენ ქვეყნებს შორის. დიახ, ისინი კითხულობდნენ, იქნება დასჯა, არ იქნება დასჯა. მე აუხსენი, რომ არის ადმინისტრატიული რომელიც არის ძალიან პატარა რაღაც თანხა 100 ლარი თუ 200 ლარი თუ ამ იმაზე წავლენ საქართველოს ხელისუფლება, პოლიცია, შეიძლება უფრო მეტი კაცი გამოვიდეს, იმიტომ ძალიან პატარა თანხა არისო იქ და უფრო მეტმა ხალხმა შეურაცხოს დროშა. აქედან გამომდინარე, მე ასე ვფიქრობ, იყო მიღებული გადაწყვეტილება რო არ დაესაჯათ ეს ადამიანი, მაგრამ იმედია გაითვალისწინებენ ამას კანონმდებლები და კანონს შეცვლიან. ამუკა ადმინისტრაციული წესით არ დასაჯეს, იმ 100 ლარითაც მაინც რო დაესაჯათ, ან ხელისუფლება რო გამოსულიყო და ეთქვა რომ ჩვენ გმობთ ამ საქციებს, მარტო კობახიძემ თქვა ეს პრინციპში და ეს მერე შემდგომში თავის კომენტარში ბატონმა გავრილოვმა აღნიშნა კიდევაც რომ აი ხელისუფლებამ და ცოტა კარგად უნდა ყოფილიყო მე მგონი ამაზე რეაგირება, აი ცოტა ისეთი რა ომახიანი, რასაც ქვია რა, მე ვეძებდი კომენტარებს და ვერაფერი ვერ ვნახე სიმართლე რო გითხრათ რა. რუსული მხრიდან არის ისეთი კარგი განწყობა, რომ ერთი ვიღაც გიჟი დროშას იქ შეურაცხყოფა, პირველ რიგში მაგან შეურაცხყოფა მიაყენა იქ მდგომ ადამიანებს და საქართველოს და ჩვენ რა ვიცი, ჩვენ რწმენას, ჩვენ პატრიარქიას, ჩვენ ეკლესიას, ჩვენ კულტურას. რუსები ამას უყურებენ სულ სხვა თვალით, იმიტომ რუსებს აქვთ უფრო დიდი და გრძელვადიანი გეგმა რეგიონში, ამიტომ ახლა ასეთ პროვოკაციებზე, რომელიც ისედაც იქნება კიდევ ალბათ ისინი მე მგონი რომ არ გაამახვილებენ ყურადღებას, ეს არ არის მაგათ ინტერესებს. მე როგორც ვიცი, თქვენ შევხვდით რუსეთი ბელორუსიის კავშირის აღმასრულებელ მდივანს გლაზევს და მე მგონი რომ ამ შეხვედრამაც რაღაც ალბათ იქონია გავლენა იმაზე რომ აი ეს დამოუკიდებლობის დღე რო იყო, ბატონმა ლუკაშენკომ მიულოცა გამარჯვება ჩვენს პრეზიდენტს. დამოუკიდებლობის დღე. დიახ. დამოუკიდებლობის დღე, დიახ. დამოუკიდებლობის დღე. დიახ, დამოუკიდებლობის დღეზე მაქვს საუბარი. დიახ. და ასევე მე როგორც ვიცი, რუსეთის მხრიდანაც იყო მოლოცვა და აი ამაზე რო გითხრათ კიდევ ამ შეხვედრაზეც გლაზევთან და თვითონ ამ რუსეთის მოლოცვა მე პირველად თქვენგან გავიგე, ეს ახლა მაყურებელს ვეუბნები, არც გამიგია, არ გავრცელებულა ეს მართლა რო გითხრა, არც ამ ლუკაშენკოს მილოცვა გავრცელებულა, არც იმაზე, ამ ტრამპის მილოცვაზე აიღეს ყველაფერი და მე საიძეც არ დაიდო იმ საელჩო საიძე.
და ესე იგი ლამის დასვენების დღეთ ლამის გამოცხადდა ტრამპის მილოცვა ხო და არ ვიცი ახლა აქ ლუკაშენკო თუ გილოცავს შედალოცვილო და თუ აგერ რუსეთის ხელისუფლება გილოცავს ამაზე რა ვიცი ორი სიტყვით სადმე ხო უნდა დაწერილიყო და იქნება გითხრათ აი კონკრეტულად რომელმა უწყებამ მოგვილოცა და აი ამ გლაზებთან შეხვედრაზეც გვიამბობ დიახ ჩვენ მაშინ საუბრობდით მე მესამედ შევხვდი და ხვალაც გვაქვს შეხვედრა გლაზევთან ძალიან რესურსული ადამიანია სერგეი გლაზევი დიდი გეგმები აქვს და დიახ გლაზევი იყო ჩართული იმ მილოცვის ტექსტიც ყველანაირად გახსოვთ რა ტექსტი იყო ძალიან სერიოზული და ზუსტად გლაზევმა გააკეთა ისე რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც მიულოცა ქართველ ხალხს რატო არ გამოქვეყნდა არ ვიცი ისე გაუკვირდათ ბელორუსის საამთავრობო წრეებიდან ჰქონდა მესიჯები გამომიგზავნეს და იკითხეს რატო არ არისო ჩვენი მილოცვა საიძეო არ ვიცი მეთქი პასუხი არ მქონდა სიმართლე რომ გითხრათ და რუსეთის საგარეო წრეების მილოცვაზე რუსებს არ უკითხიათ არაფერი გაუგზავნეს მე ნახეთ ტექსტი და რატო ეს საგარეო წრეება მიულოცა ხო რუსეთის საგარეო წრეება მიულოცა დიახ საგარეო დიახ ეხლა მესმის რუსების მილოცვა რატო არ გამოაქვეყნეს ბელორუსის ეს არ ვიცი ჩემთვის არა წესით რუსეთის საგარეო წრეების მილოცვაც უნდა გამომზეურებულიყო რა არის აქ პრობლემატური მე ვერ ხვდები და რატო არ უნდა ხდებოდეს ამ საკითხის მე არ ვიცი ეს არ არის დიპლომატიური ურთიერთობები არის პრობლემები არის ჩვენი ორი რეგიონის პრობლემა და ამიტომ ალბათ შეიკავეს თავი ეს პრინციპი მესმის რა ბელორუსი არის ეს მე მგონი ყველაფერი ეს რაც ხდება მიმართულია ეს პროვოკაციაც რაც მოხდა დროშასთან დაკავშირებით მილოცვის დამალვა ყველაფერი მიმართულია იმ პროცედურისკენ რომელიც დაწყებული იქნა აი ხელმოწერებთან დაკავშირებით რომ უნდათ რომ ყველაფერი ეს ჩავარდეს რომ შეჩერდეს აი ამ ხელმოწერების შეგროვება გრძელდება უკვე ძალიან ესეთი ბევრი ხალხი აწერს ხელს და თან ამას არც დაფინანსება აქვს არც პიარი აქვს მარტო ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენ ტელევიზია ლაპარაკობს ამის შესახებ არავინ ამაზე არ ლაპარაკობს ვითომ ეს არაფერი არც პარტიის ლიდერები ლაპარაკობენ ვითომ რომ რუსეთთან ურთიერთობის ალაგება უნდათ ყველა პირში წყალი დაიგუება და ხმას არიღებენ ამაზე ვითომ ეს ექსკლუზივი იყოს ფიფიასი ჟავანაძის ან ვითომ ეს საკითხი მათ არ ეხებოდეთ ვითომ იმ ბიზნესმენს არ ეხებოდეს ვინც ფულს აკეთებს კიდე მან რუსეთში აი რა სიტყოდით ამ ხელმოწერების იმ შეგროვებაზე მე ვიცი რომ კიდე ბევრი რამეა დაგეგმილი ამ მიმართულებით რაღაც გასვლები და რაღაც ღონისძიებები და თვითონ აი ძალიან სწრაფად მიდის ამ ხელმოწერების თვითონ უკვე გაზდაც ხდება. დიახ, ხელმოწერები უკვე 16 დღე გავიდა და 31000 გვაქვს. ჩვენ მაშინ როცა დავიწყეთ, თქვით რომ ორ თვეში 100000 ელექტრონულად შევაგროვებთ. და კიდევ იქნება რა თქმა უნდა ბლანკები არის გაკეთებული რუსეთშიც, საქართველოშიც და გავაგზავნეთ იტალიაშიც და საბერძნეთშიც. რა თქმა უნდა იქნება ბევრი, მე მგონი იმდენი იქნება ბლანკებზეც, რამდენი იქნება ელექტრონული. რა თქმა უნდა ჩვენი მეგობრები, თავისუფალი ტრიბუნის წევრები ყველა არის ხაზზე და არიან ხაზზე თავიანთ მეგობრებთან, ნათესავებთან და ეს ჯერ მიდის ასე ამისი გავრცელება Facebook-ით, თქვენი ტელევიზიით, რა თქმა უნდა, თქვენი ტელევიზია ყველაზე უფრო მეტად აშუქებს ამ თემას და კიდევ არიან სხვაებიც, ჩვენი სოლიდარობის ტელევიზიაც და Facebook-ზე, უფრო მეტად Facebook-ზე. 31000 16 დღეში არ არის ცუდი რეზულტატი. კი ბატონო. მე მგონი ჩვენ ორ თვე შევაგროვებთ ალბათ თვე ნახევარში ორ თვეში ჩვენ შევაგროვებთ 100000-ზე მეც 150000-მდე ჩვენ შევაგროვებთ. დაგუბებული ვის აქვს ჯერ არ ვიცით ჩვენ გვექნება კონფერენცია
50-ს რო შევაგროვებ 1000, 50-ს სადღაც 60,000-ის მერე გვექნება შეკრება და თავისუფალი ტრიბუნის ყველა წევრი, ვინც არის დღეს თავისუფალ ტრიბუნაში მობრძანდება, იტყვის თავის სათქმელს, თავის გაგვაცნობს თავის გეგმებს, როგორ ვაპირებთ შემდგომ ნაბიჯებს, როგორ შევაგროვებთ კიდევ, რა ვიცი 50-ან 100,000, აი ამას ყველაფერს იქ ალბათ მოგვახსენებენ ჩვენი პარტნიორები. ჩვენ ფიქრობთ, რომ ეს კოალიცია შედგა, დღეს ჩვენ უკვე ვართ ბევრი, კიდევ ამ კონფერენციაზე კიდევ უფრო მეტი ხალხი მოვა, ჩვენ გვაქვს ზარები და ხალხი ისე კულუარულად ჩვენ ველაპარაკებთ ყველას და მგონია, რომ ეს კოალიცია შედგა და ამას დიდი მომავალი აქვს. გასაგებია და მე დიდი მადლობა მინდა უთხრა ასევე თქვენი პარტიის ხელმძღვანელებს, ბატონ მიხეილ ჟღენც, თავმჯდომარეს, ასევე ბატონ თემურ ფიფიას, რომელიც ძალიან კარგი სიტყვით გამოვიდა მოსკოვში, მე პირად მოვისმინე, ძალიან აქტიურობს ეს ადამიანი და მე მგონი, რომ ყველა იმ ადამიანის შრომა, რომელიც ამაში ჩართული არის, ფასდაუდებელი არის და მე ვფიქრობ, რომ შედეგი აუცილებლად დადგება. ვრაგ будет разбит, როგორც იტყვიან და რაიხსტაგზე ავა ჩვენი დროშა თუ სადავა, მე მგონი კი აფრიალდება გამარჯვების დროშა და ამიტომაც არიან ესენი გამწარებულები, ასე და პროვოკაციებს გვიწყობენ. პირველ რიგში ჩვენ გვიწყობენ, რომ არ უნდათ ქართულ-რუსული ურთიერთობების დალაგება და იმიტომაც არის, რომ რუსულ დროშას წვავენ, იქ რაღაცა ესე იგი ზუგდიდში ვიღაცა ბავშვი გამოდის და რუსულად ესე იგი სიმღერას მაშვება იძახის იქ გაკვეთილზე და ამას დასცინიან ეს საწოდავები ესენი და აი ესე დღეში არიან და ის კი არიციან რომ რუსული ენა არის გამარჯვებულების ენა. რუსულ ენაზე საუბრობენ გამარჯვებულები და რუსულ ენაზე იყო წარწერები რაიხსტაგზე. რო იძახის ის ამერიკის პრეზიდენტი ჩვენ გავიმარჯვეთო, მე არ ვიცი, ინგლისურად არც ერთი წარწერა არ ყოფილა იქ ბერლინში რაიხსტაგზე. და არც ამერიკული დროშა აფრიალებულა იქ რაიხსტაგზე და არც ჯონსონს და არც ვილსონს აუტანია იქ ის გამარჯვების დროშა. ქანთარიამ აიტანა და ეგოროვმა და პრინციპში ჩვენ კი გვყავს მომზადებული ქანთარია კიდევ იმ რაიხსტაგზე ასატანა დროშის და რუსებს ყავთ მომზადებული ეგოროვი, თქვენ როგორ ინფორმაცია გაქვთ? მე ფიქრობ, კი და მაგაზე ჩვენ გქონდა საუბარი და მართლა ისეთ წრეებში რომ ჩვენი ხანთარია ჩვენ ყავს და შეიძლება ასე მოხდეს ზუსტად. ბატონო მამუკა, ეხლა მთელი ესე იგი ქართული მედია ხარობს იმითი, რომ აი ეს ტერაქტი რომ მოხდა რუსეთში, როდესაც რამდენიმე თვითმფრინავი იქნა დაზიანებული, ესე იგი ისე დღეში არიან თითქოს მოსკოვის თავზე ფრიალებდეს ეს უკრაინელების დროშა და მოგებული ქონდა თამათ უკვე ომი. და თითქოს ესე იგი ამ რაღაცა დაბომბით გადაწყვეტილი იყოს ომის ხერხემალი და რაღაცა. აი თქვენ რა შეფასება გაქვთ ეხლა ამ ყველაფერთან დაკავშირებით რა როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება საერთოდ მოვლენები აი ამ განხორციელებული ქმედების შემდგომ და თვითონ აი შეაფასოთ ეს აქტი რაც მოხდა. მე მახსოვს შარშან როცა მოხდა კურსკი, სანამ ჩვენ გავემგზავრებოდით იქით, სასწაული აჟიოტაჟი იყო ქართულ მედიაში და საერთოდ სოფლიო მედიაში. რით დამთავრდა კურსკი ხო იცით? დღეს აგერ სუმებს უტევენ და შეიძლება ამ დღეებში სუმები აიყონ. რა იყო ეს კურსკი? კურსკი იყო პიარ აქცია, მეტი არაფერი. ზელენსკის უნდა და რაღაცის ჩვენება ვიღაცისთვის რაღაც მაგას აქვს თავისი სხემა და მუშაობს იმ გეგმის მიხედვით. რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, მე აგრეთვე დავუკავშირდი უშიშროების საბჭოს პირველ მოადგილეს და მე გუშინ ვიცოდი უკვე რომ იქ სერიოზული არაფერი არ იყო, რაღაც ჩამოწერის წინა იმაზე რო იყო, რა ქვია მაგას, ეტაპზე ისეთი 4 თვითმფრინავი დააზიანეს და მეტი არაფერი. იქ განადგურებულია რაღაცა ან 26 და კიდევ ისეთი რაღაცა, რომელიც საერთოდ რუსულ ავიაძალებს არავითარი პრობლემები არ ექნება. Ну, როგორ გითხრათ, ეს შეიძლება 1%-ია
იმისგან, რაც აქვს დღეს რუსეთს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მე პირდაპირ მითხრა კაცმა, რომ იქ იყო მუსორ. და ისეთი რაღაცები, რაც ჩამოწერის წინა ეტაპზე იყო. არაფერი სერიოზული, ეს არის PR აქცია, საერთოდ არავითარი პრობლემა რუსულ ავიაციას, სამხედრო ავიაციას არ ექნება. ნახავთ თქვენ ამას ახლო მომავალში. ეს კურსკი რო იყო, კურსკი უფრო სერიოზული იყო, რადგან შევიდნენ კურსკის ოლქში, ეს უფრო სერიოზული აქცია იყო და ეს რაც გუშინ მოხდა, საერთოდ არ დაეტყობა რუსულ სამხედრო ავიაციას. ეს გასაგებია, მაგრამ ამ იდიოტებს რა უხარიათ აქ საქართველოში, აი ჩემთვის ეს არის გაუგებარი. ისე ხარო? უბრალოდ რაშია საქმე, ეს არის ემოციური ხალხი, რომელიც ემოციებზე არიან, რაღაცას ხარობენ, არიციან რას, რით დამთავრდება ეს არიციან, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს არიციან და უხარიათ, რა ვიცი, რა უხარიათ, ისიც არ ვიცი. ნახონ ჯერ გაიხედონ, გამოიხედონ და მერე ნახავენ რა ეფექტი ექნება ამას. მე სხვაზე ვისაუბრებდი, მაგალითად იქ რო აფეთქდა ხიდები, სადაც მოძრაობდა სამოქალაქო ტრანსპორტი, სადაც დაიღუპნენ სამოქალაქოები, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ტერაქტი, იმიტომ რომ რუსებს არც ერთი ხიდი არ დაუნგრევიათ, სადაც თუნდაც აი ეს მატარებელი სადაც გადიოდა, ხო? იმიტომ რომ იქიდან რუსებმა იციან, რომ იქიდან ჩამოდიან ევროპელები, ამერიკელები, იქიდან ჩამოაქვთ აი ეს რაც აქვთ მაგათ სამხედრო ტექნიკა, მაგრამ რუსმა არ დაარტყა, იმიტომ რომ არის ეს სამოქალაქო ნიშნულობის ლიანდაგი და საერთოდ სატრანსპორტო საშუალება და რუსებმა არ დაარტყა. უკრაინელები ურტყამენ, ეს არის ტერორიზმი, მე ასე ვფიქრობ. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ბატონო ბაბუკა თქვენთან საუბარი და ჩვენ ყოველთვის ველოდებით თქვენგან ახალ ინფორმაციებს დადებით და ძალიან ისე დამაიმედებელი ინფორმაციებს, იმიტომ რომ თქვენ წარმოადგენთ ფაქტობრივად საქართველოს არაფორმალურ ელჩს რუსეთში. და ელჩის ფუნქციას ასრულებთ, ეს არის 2x2 4 ლოგიკური, იმიტომ რომ თქვენ გამოხატავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მანდ და ამისათვის მე პირადად დიდ მადლობას მოგახსენებთ და იმედი მაქვს, რომ მალე კიდევ უფრო მეტ კარგ და დამაიმედებელ ინფორმაციებს მოგვაწვდით. მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ, კარგად. ვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისათვის საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია. დიახ, სწორია ბატონი მამუკა ფიფია, რასაც ლაპარაკობს, რომ ჩვენ ნამდვილად უნდა ყველაფერი გავაკეთოთ რუსებთან ურთიერთობების დასალაგებლად და სხვანაირად შეუძლებელია რომ იყოს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა დღეს არის დამოკიდებული ბევრამედ რუსეთზე. აი ხშირად ეხლა ხედავ ჩვენ სამთავრობო არხებზე ამ ნაციონალებზე სიუჟეტებს, ეხლა დღესაც იყო ალბათ ნახეთ რომ რა მდგომარეობაში იყო ხონში პატიმრები, როგორ აყენებდა შეურაცხყოფას სააკაშვილის რეჟიმი ამას ჩვენ ხედავთ თეატრულუკიანის კომისიიდან. ერთ რამეს გეტყვით ხალხო. ამ ნაციონალებს და ამ სააკაშვილს თავად აი ეს აქციებისგან გამომდინარე ემიჯდება ხალხი. თქვენ ხედავთ ეხლა აქციები რო იმართება იქ რო მართავენ ესენი ზოგი ხალხრავალი ზოგი არის ხალხის გარეშე, ვინმეს იქ სააკაშვილის დროშა სააკაშვილის სურათი დაეჭიროს. ან ეთქვას რომ ჩვენ ნაციონალებისკენ ვართ. არ არის ესეთი რაღაცა. თვითონ ემიჯრებიან ეს ხალხი ამ ყველაფერს, სააკაშვილს ემიჯნებიან. ამიტომ რაზეც უკვე არის ჩამოყალიბებული პოზიცია. რაზეც უკვე თანხმდებით იმაზე, იმიტომ რომ ისინიც ვერ ბედავენ ამას. ჩვენ რაღაცა სხვა უნდა შევთავაზოთ ხალხს. სხვა რა არის? ის რომ დასავლეთთან და ამერიკასთან ჩვენ უნდა გქონდეს პარტნიორული დამოკიდებულება. რასაც არის საუბარი ჩვენ ქართულ პოლიტიკაში, ამას ვერ დაუკარგავთ ხელისუფლებას. მაგრამ იქითა და აქითა ფლანგზე კვლავაც არის აი ამ რუსეთთან დაკავშირებით ცოტა სხვაგვარი პოზიცია. ეხლა თუ ნაციონალები აგინებენ რუსებს, ნუ ხელისუფლების სამთავრობო არხებზე არის ფრთხილი დამოკიდებულება, რომ ჩვენ მაინც ჯერ არ გვინდა გადავდგათ ნაბიჯი, ჯერ დაგვიბრუნონ და მერე დაველაპარაკოთ.
იცით რა შეასაქმე ხალხო? აი თუ ჩვენ საზოგადოება არ შევამზადეთ იმისათვის, რომ გადადგან ნაბიჯი ჩვენმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მე მაინტერესებს, აი რო გამოვიდეს ხვალ პრემიერი და თქვას, რომ აი ჩვენ რუსებთან უნდა დავიწყოთ ძელი. აქ იმნერი ამბები ატყდება. გამოხტებიან და ერთი ვაი უშველებელი. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ახალგაზრდობა მოგვიწამლეს, ადამიანებს ტვინი გადაუბრუნებს. ჩვენ ბევრი ადამიანს შეუბრუნეთ ეს ტვინი და დავაყენეთ ნორმალურ საღჭკუაზე, მაგრამ ხედავთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა საზოგადოების დიდი რაოდენობა არის შეცდენილი ამ ხალხის მხრიდან. და ამაზე არის მუშაობა საჭირო. და თქვენ თუ არა ჩვენ მაინც მოგვეცით ხალხო ამის საშუალება რომ ვიმუშაოთ, იმიტომ რომ სიკვდილზე გამორთული ვართ. Facebook-ში ვართ დაბლოკილები და შეზღუდულები. და ვინმე მხოლოდ უთხრას ამ საზოგადოებას, რომ ჩვენ ურთიერთობის გარეშე, ამ რუსეთთან ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია დავამყაროთ რაღაცა ქვეყანაში ის გარემო, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის იქნება სასარგებლო. აი ხა მე მაგალითად ვიყავი ჩრდილოეთ კავკასიაში, სტავროპოლში. ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ მაგალითად სტავროპოლის მხარის წარმომადგენლობას, რომ მაგალითად საქართველოს რეგიონებთან დაამყაროს ურთიერთობა, ბიზნეს კონტაქტები, ბიზნეს ფორუმი, შეხვედრები. ეხლა მე გეკითხებით თქვენ, თუ ჩვენ ამ ურთიერთობებს გავაღრმავებთ, ის კახელი, გურული გლეხი, მეგრელი გლეხი, აი ამ პროდუქციას რო ყრის, რომელიც მოდის, ხო წაიღებს აგერ იმაში, რა ქვია, ჩრდილოეთ კავკასიაში, სტავროპოლში, ვლადიკავკაზში, რუსეთის სხვა რეგიონის წარმომადგენლებს, ხო გაყიდის ამ რატო არ უნდა დავამყაროთ ურთიერთობა, გეკითხებით მე თქვენ. მოსკოვში შეიძლება ცოტათი სიმართლე რო გითხრა, ძვირი ღირდეს წაღება და აგერ ჩრდილოეთ კავკასიაში, კაცო, სტავროპოლში 4 საათში ჩახვალ, 450 კილომეტრი არის, 4 საათში ჩაიტან შენ პროდუქციას. მოსკოვშიც პრობლემა არ არის, ეხა სიმართლე რო გითხრათ, უკვე ჩატანა. მაგრამ ამ რეგიონებს უნდა აქვს სურვილი აქვს ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის. ძალიან დადებითად უყურებენ საქართველოს. ძალიან აი ყველგან იგრძნობა რა, აი ქართველების მიმართ არის უდიდესი პატივისცემა რა. აი სტუდენტებს ველაპარაკე, იქ პროფესორ მასწავლებლებს, ყველა საქართველოს მიმართ აქვს განსაკუთრებული გრძნობები. და ჩვენ რა გვეკტაკა, რა გვჭირს ასეთი ამ დროშებს რო ვწვავთ აკა რა უბედურე. ფაში, ბიჭო, ფაშისტური გერმანია რო ხალხს ხოცავდა გერმანელო არავის არ უყვირია ფაშისტებს ეძახთი და ამ რუსო ზახილი რა უბედურებაა, გეკითხები თქვენ. და თქვენ ასე გინდათ რომ საქართველოს გავაერთიანოთ ჩვენ ასე? ვერ გაერთიანდება ქვეყანა ასე, მეგობრებო და ვერც შედეგს ვერ მივიღებთ ვერანაირს ჩვენ დამერწმუნეთ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ასე ვიურთიერთობებთ ჩვენ მეზობლებთან, თუ ასე გვექნება დამოკიდებულება, ხო? აი მაშინ არავითარი აზრი არ აქვს საერთოდ არც დიპლომატიას, არც რაიმეს, იმიტომ რომ წინსწრებით უკვე განსაზრულია ყველაფერი. აი ხა აფხაზები, ოსები, რომლებიც ჩვენი ძმები არიან, მათ უნდათ რუსებთან ურთიერთობა. შენ რო იძახი მე, აი ხა ვნახე რაღაც ინფორმაცია რუსებთან არ მინდა, იმასთან ამერიკასთან მინდა, მაშინ არ გამოვა ჩვენი თანაცხოვრება ერთად, გეტყვიან ისინი. მე არ ვამბობ, რომ ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ურთიერთობა არ უნდა გქონდეს, მაგრამ ჩვენ უნდა განსაზღვროთ საითკენ მივდივართ. ჟივილ-ყივილი რო ატეხეთ აქ აი ამ დაბომბებისა და აი ამ ტერაქტების გამო რაც მოხდა რუსეთის ფედერაციაზე, რა გონია თქვენ ახლა ამითი მოიგებს ომს უკრაინა. პირიქით უფრო ახალი დიდი განსაცდელი ელოდება უკრაინას, იმიტომ რომ ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ამ დაბომბვას გაატარებს. ვიღაცას კურსკის აღებას რო ზეიმობდით, სად არის ახლა კურსკი? მაინტერესებს, კიდევ უკრაინელები აკონტროლებენ კურსკს? გეკითხებით. დღესვე შეუძლია რუსეთს თლიანად დაიპყროს უკრაინა, უბრალოდ ამას მოყვება ძალიან დიდი მსხვერპლი. ამიტომ ის ოპერაცია, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში, ეს იმიტომ არის ასე გაჭიმული, რომ ნაკლები მსხვერპლი იყოს მოსახლეობაში. იმიტომ რომ უკრაინის ომით არც დაიწყო და არც დასრულდება ეს ომი, ეს არის დასაწყისი უბრალოდ და ამას მოყვება სხვა კიდევ ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციები. ეხლა ეს ვინმე უხარია, არ უნდა ეგ სხვა არის, მაგრამ ეს რო ესე მოხდება, ეს არის ცხადზე ცხადი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ერთი რამ. ჩვენ ვართ აი ამ ევროპელი ფაშისტების მხარეს, თუ ვარ რუსეთის მხარეს, რომლებთანაც ერთადაც დავამარცხეთ ფაშიზმი. აი ახლა საფრანგეთის ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენო
უგზავნავთო ჩვენ ტურისტებსო საქართველოში ჩამოსვლაზე. აი ხა გეკითხები თქვენ ევროპა რო გინდათ ბევრს და ენის მოჩლეკით რო ლაპარაკო ევროპაში მინდა რომელ ევროპაში გინდა შე რო ჩადიხარ იქ ფულს ხარჯავ და ის ევროპელი რო ვერ ჩამოდის იმიტომ რომ ხელისუფლება უგზალავს არ ჩახვიდეთ ესეთი ევროპა გინდა თქვენ რომელი ევროპა გინდა თქვენ მაინტერესებს როცა საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო და ესე იგი ჯვარს რაცვეს ლამის იმიტომ რომ აქ ნაციონალები არ მოუშვით ხელისუფლებაში რომელი ევროპა გინდათ ის ევროპა რომელიც გეუნება შენ რომ მეორე ფრონტი გახსენდი და აქ ნაციონალები აპარპაშე და მიდით და უკრაინელებს დაარტყით უკრაინელების მეშვეობით რუსებს დაარტყითო ეგეთი ევროპა გინდათ გაუგონარია გაუგებარია აი დადებილება საზოგადოების დაავადყოფეს ხალხი ამათმა რა ესეთი ევროპა გინდა თქვენ და ვიღაცებს აქვთ რაღაცა აი რუსი ტურისტები რუსები შემოდიან გახედეთ თბილისის ქუჩებს ერთი ამ პაკისტანელები და ინდოელებით რო აივსო ქვეყანა. მეგობრებო, აი ახლა რეალურად განახებთ ვის დარჩა თბილისი სინამდვილეში. აი ვის დარჩა თბილისი. No, just ask them. Because it's in the აი ვის დარჩა თბილისი. ეხდები. შიგნით ეს არ არიგეთ ინდოელები რა ხდება ძმა. შიგნით მომუშავე ხალხიც ესენი არის. ბიჭო თბილისელი არავინ დარჩა ამ ქალაქში შეხედე იქ ნახე რა ხდება ხონამდვილად თბილისში ვარ ცე რა ხდება ასე ვაჟა ხო არის და მარკე ეს ხალხი ვერ უნდა ქალაქი ცარიელი არ ვიცი კურიერი ინდოელი? კურიერიც ინდოელია ბიჭო კურიერიც ინდოელი რა ნო კურიერიც ინდოელი გაიჩიტა შეხედე ბიჭო ხისტი პირი ვარ და ესენა რა წრეშო ბურთია თუ კლასობანა მაინც ითამაშეთ რა ხდება გაიხედეთ მერე კიდე ერთი რამ არის სასწაული კიდე კაცო ესე იგი ჩამოვედი ამ მითი რა ქვია თვითვრინავით თბილისის აეროპორტში და ეხა იქ რო დგეხარ არის იქ ორი ზონა ერთი არის უცხოეთის მოქალაქეები გადიან საპასპორტო კონტროლს მეორე არის საქართველოს მოქალაქეები ესე იგი ჩადრებით აფარებული ქალბატონები იდნენ ყველა იმ კონტროლზე საქართველოს მოქალაქეები გესმით თქვენ ხალხო და ქართული წინჩიბინჩი არ იცოდნენ ის მესაზღვრები ელაპარაკებოდნენ ინგლისურად მე მაინტერესებს გაუგებარია ჩემთვის ამათ ვაძლევ ჩვენ მოქალაქეობას და ამ დროს რუსეთში მცხოვრებ ქართველებს არ ვაძლევთ მოქალაქეობას გამოვიდა ეხლა აი დიასპორის ხელმძღვანელი ბატონი დავით ცეცხლაძე და თქვა რომ ჩვენო არც აღნიშნავთო უკვე აწიო დამოუკიდებლობასო სანამო საქართველოში არ მისცემენ მოქალაქეობას რუსეთში მცხოვრებ ქართველებსო და მე ვეთანხმები ამაში მას გამარჯობათ ძვირფასო მეგობრებო, ქართული დიასპორის სახელით რუსეთში და ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის სახელით მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის მოსკოვში ვაწარმოებდით და ორგანიზებას უწევდით დიდი ღონისძიებების, მასშტაბური ღონისძიებების გამართვას დამოუკიდებლობის დღესადმი მიღწევას. მაგრამ წელს ჩვენ გვინდა განცხადებით მოვმართოთ
და გითხრათ, რომ ამიერიდან ჩვენ არ ჩავატარებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესადმის მოღვაწეობებს, მანამ სანამ არ გადაწყდება ქართველებისათვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. საქართველოს მოქალაქეობის უპირობოდ მინიჭების პრობლემა. მანამ სანამ საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა, პოლიტიკური სპექტრი არ იქნება დაინტერესებული საქართველოში ქართველების ინტეგრაციით, ქართველების დაბრუნებით. მანამ სანამ დავამცირებული პროცედურებით, გამოცდებით, ბევრი უარის თქმით, უარსეუნები გააგრძელებენ უარის თქმას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, იმ ქართველებზე, ეთნიკურ ქართველებზე, ვისაც ამის სურვილი აქვთ. მანამ სანამ არ გადაწყდება უპირობოდ მინიჭება ყოველივე პროცედურების გარეშე, მხოლოდ იდენტიფიცირების პროცედურის მეშვეობით, ეთნიკურ ქართველებზე ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, ჩვენ შევაჩერებთ ისეთი ღონისძიებების ჩატარებას, როგორიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ასევე სხვა ღონისძიებების გამართვასაც. ასევე ჩემი სამუშაო შეხვედრა, რომელიც იგეგმებოდა საქართველოში და მიუხედავად იმისა და მადლიერება ყველა იმ ორგანიზაციის, ყველა იმ პარტნიორის მეგობრობის, რომლებიც ძალიან ელოდნენ ქართული დიასპორის დელეგაციის ჩაბრძანებას თბილისში, ჩვენ ვარს ვამბობთ ამ ვიზიტზე, რამე თუ თქვით, რომ არავის უნდა გვაქვს ჩვენ სასაუბრო, მანამ სანამ არ იქნება გადაწყვეტილი ეს პრობლემა. ქართველები და საქართველო არაერთხელ გვიქონს და ვიმეორებთ. არის ერთი ორგანიზმი. არანაირ კომისიას, არანაირ მთავრობას, არანაირ პრეზიდენტს და არავის არ აქვს უფლება უნებოდეს ვარს ქართველს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. ჩვენ დღეს მივმართავთ განცხადებით წერილით რუსეთში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელს ბატონ მამუკამ რიგულაძეს წერილით, სადაც გაწერილი იქნება დეტალურად კიდევ ერთხელ ის პრობლემები, რაც გვაწუხებს ქართველებს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით. ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი დამცველობა მივიტანოთ საქართველოს მთავრობამდე ამ საკითხის მნიშვნელობა, აქტუალურობა და მივაწვინოთ ხმა, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ავტომატიურად ეთნიკურ ქართველებზე იქნეს მოგვარებული. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოთმინება, რომელიც ჩვენ გამოვიჩინეთ ამ წლების განმავლობაში, ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით, ბევრი საკითხის მოგვარებაში, საჭიროებრივ საკითხის მოგვარებაში, რომელიც აწუხებდა ჩვენს ხალხს, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის ცხოვრობ ქართველებს. ბევრი საკითხი იქნა რეალიზებული და გადაწყვეტილი. მაგრამ ეს საკითხი უკვე მეხუთე წელია ყოველწლიურად ჩვენი ყოველწლიური ფორუმის და ყველა სხვა საზოგადოებრივი პლატფორმის აქტუალური თემაა და წელსაც რეზოლუციაში 12 მაისს ეს პუნქტი იქნა ხელახლა გადმოტანილი და ერთხმად მიღებული, რომ საქართველოს მოქალაქეობა ეთნიკურ ქართველს უნდა მიენიჭოს ავტომატურად. ძალიან გთხოვთ, მიმართავ საქართველოს მთავრობას. ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. კიდევ ერთხელ გთხოვთ, გაიგონოთ ჩვენი ხმა, გაითვალისწინოთ ყველა გარემოებები და იდენტიფიცირების პროცედურის თანახმად ყოველგვარი სხვა პროცედურების გარეშე მიიღეთ გადაწყვეტილება ეთნიკურ ქართველებზე საქართველოს მოქალაქეობის გაცემის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს ჩვენ გავუგზავნით ოფიციალურ წერილს ბატონ მამუკამ რიგულაძეს და შევთავაზოთ მას ჩვენთან ერთად მიიღოს მონაწილეობა იმ საკითხების განხილვაში, რომელიც უკვე 5 წლის განმავლობაში არაერთხელ გქონია მსჯელობა, არაერთხელ მიგვიღია ჩვენი თანამემამულეებისგან უამრავი შეტყობინება და წერილი და მე დიდი იმედი მაქვს,
რომ მისი შუამდგომლობით ეს საკითხი ამჯერად გადაწყდება. ჩვენთვის საქართველოს დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ კალენდარული დღე და ჩვენთვის საქართველოს დამოუკიდებლობა არ არის უბრალოდ ლოზუნგი. ჩვენ გვინდა ვყავდეს ის მთავრობა, ის ადამიანები საქართველოში, რომლებიც პირველ რიგში საქართველოს სახელმწიფოს უკავშირებენ ქართველებს და არა ქართველებისგან დაცლას, ქართველების დაბრუნებას და ქართველებზე ხელის შეწყობას მთელ მსოფლიოში. გილოცავთ და გისურვებთ, რომ შემდეგი დამოუკიდებლობის დღე ამ პრობლემის გარეშე დამდგარი იყოს. და აი მაშინ ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ ნამდვილ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. და არა ისეც, რომელიც ქართველების გარეშე და ქართველების დაბრუნების გარეშე იმართება. ის სიკეთეები და ბოროტებანი, რომელიც ობიექტურად თუ სუბიექტურად ვიგემეთ, რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, ისტორიის სასწორზე აწონდა წონა დიდმა ილიამ.
და რადგან სიკეთემ გადაწონა ბოროტება 1899 წელს დაწერა პუბლიცისტური წერილი 100 წლის წინათ, რომელიც რუსის ჯარის საქართველოში პირველად შემოსვლის იუბილეს მიუძღვნა. რადგან საქართველოს უგურგვინო მეფემ მხოლოდ დადებით კონტექსტში განიხილავს 100 წლის წინათ რუსეთის ჯარის შემოსვლას, საქართველოს რუსეთის მრავალკუთხოვან ურთიერთობებსაც, რომელიც წინ უძღოდა გეორგიევსკის ტრაქტატს, ილია ჭავჭავაძე ქება დიდებითა და მადლიერებით მოიხსენიებს ერთმორწმუნე რუსეთს. 11 იანვარს 1798 წელს თელავში გარდაიცვალა ღრმადმოხუცებული სახელოვანი მეფე ერეკლე. საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა მისი უფროსი შვილი გიორგი. საქართველოს დამარცხებული აღამაჰმად ხანისგან მეფე ერეკლეს სიცოცხლეშივე ჯერ კიდევ ვერ იყო გამობრუნებული. დასუსტებული საქართველოს, რომელსაც მეფე ერეკლეს სიკვდილით რკინისკარი შეეხსნა, უფრო კარგია შეექმნა და ადვილად საცილობელი გაუხდა გარს შემორტყმულ მტრებს. ცალკე სპარსეთი, ცალკე ოსმალეთი ხმალამოღებულნი თავს ადგენენ დამარცხებულს საქართველოს და მუქარას მუქარაზე უთვლიდნენ. ერთსაც და მეორესაც სურდათ საქართველოს უხმლით არა მფარველობის სახით მაინც ხელთ ეგდოთ. თავისი საკუთარი ჯარები შიგ ჩაეყენებინათ და მაგრად მოეკიდათ ფეხი. გაძლიერება რუსეთისა, რომელმაც მაშინ საქართველოს საზღვრამდე მოაღწია, ჩრდილოეთის მხრით ერთსაც თავზარსას სცემდა და მეორესაც. ფეხის შემოდგმა რუსეთისა საქართველოში და მათი აბრუს გატეხა და თითქმის დაქვეითება დასავლეთ და მცირე აზიაში ერთი იყო. რუსეთისგან შიშს ეს ორი სახელმწიფო ერთად უნდა ემოქმედებინა, მაგრამ ასე არ მოუხდათ. სპარსეთს უნდოდა მარტო სჭეროდა საქართველო. ჯერ ვითარცა კარი რუსეთიდან აზიაში შემოსვლისათვის დასაკეტი და მერმერ ვითარცა გზა ოსმალეთის შესალახვრელი. ამასავე ლამობდა ოსმალეთი. ცალკე სპარსეთი, ცალკე ოსმალეთი ეტანებოდნენ ჩვენს ქვეყანასა, მაგრამ საქართველო ასე თუ ისე როგორც იყო იგერიებდა, ერთსაც და მეორესაც და არც ერთს არ ნებდებოდა. ამ ტანჯვა წამებით მოაღწია ამ პატარა ქვეყანამ, ამ ერთმა მუჭმა ერმა მე-18 საუკუნის დასასრულამდე, როცა გაძლიერებულმა რუსეთმა ფეხი მოაბიჯა ჩრდილოკავკასიის მთებს და წამებულმა საქართველომ რუსეთისკენ მიიხედა და გული მიიბრუნა, მაშინ უფრო გაუმძვინვარდნენ მტრები და ნამეტნავად სპარსეთი. აღამაჰმად ხანის მოსევა და თავდასხმა 1795 წელს რუსეთთან საუბრის გამართვამ გამოიწვია და ოსმალოც ამ მიზეზმავე თავს ამოგვაყენა. ლეკნიც კი გაუთამამდნენ უღონოდ გმნილს მეფეს და ახალციხის ფაშის წაქეზებით ხანაკ იკლებდნენ ქვეყანას ხანიკ. გარდა ამისა, მეფის სახლობაშიც ყველაფერი აწაწილი და აშლილი იყო. ამ საქმეს საჩქარება უნდოდა. ღვთისმოსავმა და ღვთისმოყვარე მეფე გიორგიმ რა თქმა უნდა ერთმორწმუნე რუსეთი ირჩია. ამას ეუბნებოდა წინაპართა ანდერძიცა, რადგან მის და მეფობის წინათაც ჯერ კიდევ 1576 წლითგან საქართველოს მეფენი ბევრჯერ გამოლაპარაკებიან რუსეთს და მისგან ხელშეწყობას და ხელის გამართვას მოჰლოდებიან. ქრისტეს ჯვარისთვის ჯვარცმულერს მეფემ ქრისტეს ჯვარისვე მოსავიერი მოიწვია, საშველად და მფარველად. მეფე გიორგიმ 1798 წელს თხოვდა იმპერატორს პავლეს 3000 რუს ჯარისკაცს, შეჭურვილს სათანადო იარაღით და ყოველი სამხედრო კუთვნილებითა. იმპერატორმა პავლემ მოისმინა რა გაჭირვება მეფე გიორგისა და საქართველოსი და იუწყარა ახალი მუქარა სპარსეთისა, აწიოკება ქვეყნისა ოსმალეთისა და ლექთა თარეშისგან. სწრაფლ შეუდგა, რომ მეფე გიორგის გადაწყვეტილი პასუხი მისცეს. კავალენსკის გამოატანა იმპერატორმა პავლემ დამამტკიცებელი გრამოტა მეფე გიორგის სახელზე. ამასთან იმპერატორმა პავლემ გამოატანა კავალენსკის სამეფო სამკლაულები და სამეფო ნიშნები, ოქროს სამეფო გვირგვინი, შიგა და შიგ ძვირფასი თვლებით შემკული, თეთრი დროშა ორთავიანი არწუვითა, შუაგულში რუსეთის გერბი ჰქონდა, სამეფო ტახტი შვინდისფერი ხავერდით გადაკრული, ბრტყელი ოქრომკერდის არშიებითა და ოქრომკერდისვე დიდრონ ფოჩიებით მორთული და ამასთანავე სამი ბალეში. შუაგული ტახტისა ეჭირა საქართველოს გერბსა და აქეთ-იქიდან რუსეთის გერბებს. სამი ორდენი, ალმასებით შემკული. ყოველ ამას გარდა იმპერატორმა პავლემ გამოუგზავნა კავალენსკის ხელითვე ძვირფასი ნივთები მეფის ოჯახს. დასასრულ 19 ოქტომბერს 1799 წელს კნორინგმა ინახულა პოლკი. კმაყოფილი დარჩა და მეორეს დღისთვის ბრძანება მისცა. გასულიყო თერგსა და გზას შესდგომოდა. მეორე დღეს ბრძანებისაებრ პოლკი თავის ადგილიდან დაიძრა. გამოვიდა თერგს და წამოვიდა ტყილისისაკენ. დიდი წვალება გამოიარა რუსის ჯარმა, რა კი კავკასიის მთებში შემოდგა ფეხი. ვიწრო აღმართდაღმართები, თოვლი და ყინვა, გაფუჭებული გზები და ზოგან სურსათის ნაკლებობა გახლდათ. ზარბაზნები და სხვა არტილერიის კუთვნილებანი ხელდა-ხელ და ზურგით გადმოჰქონდათ ჯარისკაცებს, რადგანაც სხვანაირად ვერ ახერხდებოდა. როგორც იყო, ჯარმა ყოვლის დაბრკოლებას სძლია. თბილისი დიდი სყოფით მოიკაზმა და მოირთო ჯარის დასახვედრად და მისაღებად.
მთელი ქალაქი აიშალა და გარეთ უბანსა და ვერაზეთ გადავიდა და აქ ელოდებოდა ჯარის მოსვლას. მეფე გიორგი თვითონ წამოუძღვა ჯარს და შემოიყვანა თბილისში. ზარბაზნების სროლა, ზარების რეკა ამ დღესასწაულს აძლიერებდა და სიხარულის კიჟინა ერისა, მოძრაობა და თვითცრემლნი, ნამეტნავად დედაკაცობისა. აგვირგვინებდა იმ ტკბილად საგონებელ სურათსა და უტყუარ ერთგულებას ჩვენ დამიერისას. მეფემ შემოსვლის მეორე დღესვე ჯარს გაუგზავნა 5 საპალნემდე ღვინო და 800 ცალი ხმელი თევზი. გარდა ამისა, რასაც სულუფად განწესებული იყო. სასოწარკვეთილმა მეფემ და ერმა ძლივს ნუგეშითა და იმედით გაიცოცხლა გული. მეფის გარიდამ დაწყებული უკანასკნელ ქოხამდე სიხარულმა გაშალა თავისი სანატრელი ფრთა. სიხარულმა ხსნისამ ნუგეშისამ დიდი ხანია საქართველოს ამისთანა ბრწყინვალე დღე აღარ ენახა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. ის დღეა და ეს დღე. ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და מחვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს კვლავ სასოება გაღვიძებული მეფე და ერი გულწრფელად მიენდო თავის მომავალსა დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშით ფრთა შესხმული. აბსოლუტურად სწორია ბატონი დავით ცეცხლაძე. ვეთანხმები მე მას. იმიტომ რომ როგორ შეიძლება ეხლა სისხლით, ხორცით ქართველს მოქალაქეობა არ მისცე და მისცე აგერ არაბეთში ესე იგი 10 შვილის დედას თუ 15 შვილის ჩადრებით რომ დადის და ქართულიც მე ვიცი უამრავი ქართველი რომელმაც ჩააბარეს გამოცდა ჩააბარეს ესე იგი ყველა ეს საგანი და მივიდნენ იქ იმ მასე გასაუბრებაზე სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები იყვნენ იქა და არაო თქვენ არ გაძლევთო მოქალაქეობას. აი ჩვენ რო დღეს ხელისუფლებაში მართლა ცოტა ისეთი სხვაგვარი დამოკიდებულება რო გქონდეს, აი ეს ყველა კომისიის წევრი დასახურეთი არის. ყველა უნდა დაიხრიტოს ადგილზე. შენ ნაძირალა, შენა აფხაზეთიდან დევნის რუსეთში მცხოვრებ ქართველს რანაირად არ აძლევ მოქალაქეობას მითხარი. აი არაბეთის მცხოვრებს აძლევთ მოქალაქეობას და რუსეთში მცხოვრებ ქართველებს არ აძლევთ. არ ვიცი აი გაოგონარია რა. მე რომ მეკავოს ეგ პოსტი დავდგებოდი და წავიდოდი მაგ კომისიიდან. მაგრამ ეგ იმას ნიშნავს რომ აი კომისიის წევრები არის ყველა დასახურეტები რა. და მე იძახით აი სტალინმა და ბერიამ რეპრესიები რატომ მოაწყო? იმიტომ მოაწყო აი ესეთი მოღალატეები არიან იქ. ჩამოვიდა აფხაზეთიდან დევნილი ძალიან ბევრს ვიცნობ ჩემი გარკვეულ ურთიერთობამდე ჩააბარეს ყველა საგანი გავიდნენ გამოცდას და ეუნება ეს კომისიის წევრი შენო რატო წახვედიო რუსეთშიო იმათო რა ქვიაო საცხოვრებლათო რო იქ მოხდაო აფხაზეთის და რა ეკნა ვერ გავიგე სადმე ევროპასთან ვიზო მიმოსვლა იყო და ევროპაში წავიდო და ამერიკაში წავიდო თუ სად წავიდო დაქცეული იყო ეს ქვეყანა და გადარჩენის მიზნით რომ შიერი არ მოკტარიყო წავიდო რა ვერ გავიგე რუსეთში რო შევიდა აღიარა აფხაზეთის ესე იგი შემადგენელი აფხაზეთი მაშინ რუსეთის შემადგენლობაში თუ რა დააუშავა საქართველოს იმითი რომ გადარჩენის მიზნით შევიდა კიდე ერთხელ გეუბნები დასახურეტები ხარ თქვენ და მერე ვიღაცა მოდი და გაამწყუნე ახლა ეს პოზიცია რომ მაგრამ ფეხებზე არ კიდეა თამა ნუ აღნიშნავს მერე დამოუკიდებლობას ბოდიშ და რაში გვაინტერესებს აი გული მტკივარაზე იცით ხალხო რომ ეს ჩვენი ქვეყანა ემსგავსება საქართველოს უკართველებობს ქვეყანას და მე არ მინდა ესეთ ქვეყანაში ცხოვრება რა. არ მინდა მე აეროპორტის შემოსასვლელში საქართველოს პასპორტი გამოუწოდოს ვიღაცა არაბმა, ჩადრიანმა და საქართველოს მოქალაქემ მისცეს იქ საპასპორტო კონტროლში რუსეთის ფედერაციის პასპორტი და არა საქართველოს პასპორტი. არ მინდა მე ესეთი საქართველო. არაბები უნდა გამრავლდნენ საქართველოში და ქართველებია რა კაცო? ნახეთ აგერ თბილისის ქუჩებში რა ხდება. ამიტომ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება. ამათ ესეთი საქართველოს უნდათ, ამათ ის რუსი ტურისტი აღიზიანებს თუ აჭარაში რო არის დასასვენებლად და ფულს რო ხარჯავს. და ეს არაბები, ინდოელები ეს არ არის, ეს კარგია, კი ბატონო. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ამ მოღალატეებს უნდა გაეცეთ პასუხი ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დამყარდეს წესრიგი.
ამით მე დაგემშვიდობებით ძვირფას ტელემაყურებლებო, ჩვენ შევხვდებით ხვალ საღამოს 9 საათზე ერთმანეთს კარგად ბრძანდებოდეთ.